მოგესალმებით მეგობრებო, შენი პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია გიორგი აფრიამაშვილი. თემა კი კავკასიური იოგა. ეპიზოდში საუბარი გვექნება იმაზე თუ რა არის კავკასიური იოგა, მის ისტორიაზე, პრაქტიკულ გამოყენებაზე და მთავარი თემა არის ის, როგორ შეგვიძლია მოვარგოთ ის ჩვენ დღევანდელ ცხოვრებას და მდგომარეობას, რომ ვიყოთ მეტად კარგად და მეტად რეალიზებულები. გიორგი, მადლობა დიდი ჩვენთან მოსვლისთვის, სტუმრობისთვის და დიდი ხანია გვინდოდა მეც და ნიკასაც ამ თემის გაშლა და მათ ეს გადაცემაც რომ ნახეთ, მაგანაც კიდე დამატებით ინსპირაცია მოგცა და მათემაც დიდი რეკომენდაცია გაგიწიათ თქვენ და მიხარია რომ შედგა ჩვენი შეხვედრა და ამ თემაზე საუბარი გვიწევს და ეს თემა ეხება კავკასიური იოგას და ამ ესე ვთქვათ, ცნებას სწავლებას თქვენ უკეთ განმარტავთ რა არის ეს და დარწმუნებული ვარ ხა ბევრი ვინც ნახავს ამ პოდკასტს გარკვეულ დონეზე შეიძლება უკვე იცოდნენ რა არის ეს თუნდაც წიგნებიდან თქვენ რაც გამოუშვით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რო აი ჩავთვალოთ რომ ვიღაცებმა კარგად არიციან რა არის ეს ან მაგალითად იციან, მაგრამ აი ბოლომდე ვერ ხვდები რაც კითხვის ნიშნები აქვთ მაინც ამ თემაზე რომ რა არის რაღაც აი რო დავიწყოთ ცოტა აი დასაბამიდან ვიტყოდი წარმომავლობით, საიდან ჩდება პირველად ეს ცნება, რატო ერქმევა კავკასიური იოგა, ან რატო არ ქვია რაც კავკასიური სუნთქვითი ვარჯი. აი ყველაფერს თითქოს რა დატვირთვა აქვს, მიზანი აქვს და მოკლედ ხო აი საწყისებიდან რომ დავიწყოთ იქნებოდა დიდი სურვილი ჩემი რომ მეც გადავიმეორო ეს ცოდნა. კეთილი მივესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ მაშინ მე-20 საუკუნის დასაწყისში. ისევ და ისევ გამეორდები, მეც ბევრ გამთქვი. ვინმე გრაფი კოლონავალევსკი, სტეფანე კოლონავალევსკი მოგზაურობდა. გარკვეული ალბათ მისიით იყო კავკასიაში მოვლენებული და დარჩა გარკვეული პერიოდი საქართველოშიც იმყოფებოდა და უცებ მერე ამერიკაში ჩნდება წიგნი კავკასიური იოგა. პირველად ამერიკაში ჩნდება წიგნი ეს 50-იან წლები, მაგრამ ფაქტია რომ აქ მიიღო მან გარკვეული ხელდასხმა, ინიციაცია, ვისგან არ არის ცნობილი, გარკვეულ ჩახურულ დაკეტილ საზოგადოებაში, ერთი პირობით რომ არ გათქვავდა ვისგანაც მიიღო ეს ყველაფერი. ამერიკაში რო წავიდა, ამერიკა მაშინ გახდა ესე რომ ვთქვათ, ბევრი ადამიანის თავშესაყარი, სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეზოთერული თუ სხვადასხვა მიმართულებით და ვალევსკიც იქ რო წავიდა, გამოსცა ეს წიგნი, მაგრამ საინტერესო ფაქტია რომ როგორც კი გამოსცა, მას მიადგნენ საიდუმლო ეზოთერული საზოგადოებიდან და ეს წიგნები ამოაღებინეს. იქაური. და რა ეზოთერული დაჯგუფებები? არა, ესეც არ არის ცნობილი, მაგრამ დარჩა მადლობა ღმერთს კიდევ იქაც რამდენიმე ეგზემპლიარი და მერე მოხდა ამის გამრავლება. და მიადგნენ ბოდიში რომ ანუ რა უფლებით გამოსცემო ხო, ან ჩათვალეს ალბათ რომ მასში არის ის ცოდნა, რაც არ უნდა იყოს საყოველთაოდ გაჟღერებული. ეგ ძალიან ყურადღება მისაქცევი მომენტი არის. იმე ბევრს ვეძებდი და ხო, ესე იგი ანუ აქ რაც ცოდნაც იყო აკუმულირებული, იქაც რაღაც ჯგუფებმა იცოდა, ან წარმომადგენლები იყვნენ. ალბათ წარმომადგენლები იყვნენ, გარკვეულ დახურულ წევრებში. და ანუ ბევრი რაღაც ანუ ეს რაღაცები ცნობილია ჩანაწერებიდან თუ უბრალოდ ლეგენდების სახით? არა, ჩანაწერებიდან არის. კი, მე ვიძიე ინტერნეტში, სხვადასხვა ავტორების მიერ არის სხვადასხვა კომენტარები. ვალევსკიზეც არ არის ერთ ცალსახა წარმოდგენა კარგი ან ცუდი, ის შეიძლება ზოგან ავანტიურისტია, ზოგან ეზოთერიკოსია, ზოგან ძალიან აღმოაზროვნე, მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი პიროვნება იყო და როგორც ყოველთვის ასეთ პიროვნებებზე სხვადასხვა შეხედულებები არსებობდა. აზრთა მრავალფეროვნება იყო, ხო. და თქვენ უშვებთ, რომ შესაძლებელია თვითონ ეს კავკასიური იოგაში რაც არის ნაკრები აი ყოველ ტექნიკების და ასე შემდეგ იყოს სხვადასხვა წყაროებიდან შეკრებილი და არა განდობილებისგან მიღებული? მაგასაც არ გამოვრიცხავ. მაგრამ ერთი რამ მე ხლა ვიცნობ სხვადასხვა წყაროებსაც, რომ არის რაღაცები, რაც აუთენტიურია. აი რა დამახასიათებელია, აი პირველი 7 სუნთქვითი ვარჯიში ძალიან ნიშანდობლივია მხოლოდ ამ სისტემისთვის და არა სხვაგან. გასაგები. ხო, არის პრანაიამები, ხო, ინდურ კულტურაში, იქაც იგივე პრანაზეა, ხო, მუშაობა, სუნთქვა ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ აქ რაც არის და რასაც თვითონული ვარჯიში იძლევა დანაპირებს, ესე ძალიან საინტერესოა, რომ ამ სისტემაში არა 5 გრძნობა, არამედ 12-ია.
ამ 12-თაგან თქვენ ალბათ იცით ნათელხილვა, ნათელსმენა, ხო. ტელეპათია კი. და ეს ვარჯიშები მიმართულია ამ გრძნობათა, დამატებითი 7 გრძნობათა განვითარებისთვის. ანუ ეს 7 არკანები ქვია, ხო? 7 არკანი ქვია, მაგრამ სუნთქვით ვარჯიშს სუნთქვითი ვარჯიშები. ზოგს არკანი აშინებს ხო. ეს სიტყვა და სუნთქვითი რიტმული ძალიან ვარჯიში. საინტერესო არის, რომ სუნთქვას, ესე იგი, ანუ კავკასიური იოგის მიხედვით სუნთქვას აქვს ეგ შესაძლებლობა, რომ შენში გააღოს ის რაღაც შესაძლებლობები, რაც ესე ჩვეულებრივად მიუწვდომელი არის. შეიძლება ტელეპათია იყოს, ნათელხილვა რაღაცეები, მაგრამ აქ რაღაც თითქოს ანუ იოგაც ხო მაგიტო ქვია, რომ რაღაცასთან გაკავშირებს ეს კონკრეტული მაგიტო დაერქვა თქვენი აზრით. ეს სახელზეც მაინტერესებდა, კარგია რომ თქვი. ანუ აი ეს თავდაპირველად ესეთი სახელით იყო კავკასიური. თავდაპირველად იყო სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლოება კავკასიური იოგას სისტემა. ორი სათაური სიცოცხლის საიდუმლოება კავკასიური იოგის სისტემა. ვაუ. გასაგები. ხო, ну, აი მაინც იოგა რო გამოიყენეს სანსკრიტული ტერმინი. მაგრამ ხლების იოგები ზაზაზგან. ხლების იოგი ხო არის რაღაც შეერთება. ამ სისტემაში ხო სხვა მსგავსი ვარჯიშებიც არის, რომელიც სხვა სისტემაში ალბათ იმიტომ დააერქვა. იოგა და კიდევ უფრო მეტი მერე 70-იან წლებში ვლადიმერ კოვტუნი არის ესეთი ადამიანი, რომელმაც ცილინდრები აღადგინა, ფარაონის ცილინდრები ამ სისტემაში, როგორც ნერვული ენერგიის აღდგენის სისტემა ამოხსენებული და მან ჩვენ როცა მოვიწვიეთ პოდკასტში თქვა, რომ ეს ხელნაწერები 70-იან წლებში იქნა ნაპონის თბილისში საბურთალოზე. ანუ ვიღაცას ჰქონდა, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, გაახმაურება მოხდა ამერიკიდან ისევ. აქ საბჭოთა კავშირი იყო, ესეთი რაღაცები იდევნებოდა. მაგრამ ინსტრუქცია ქონდა, ხო, ესე ვთქვათ, ამის. იქ უფრო დაწვრილებით იყო, როგორ უნდა გაკეთებულიყო. იყო მე მას რო ვესაუბრე, თან ხმოვანიც ჩავიწერე, იყო რაღაცეები იმ ხელნაწერში, რეულში იყო ხელით ჩაწერილი ძველ რუსულად. აჰა, ეგ მაინტერესებს. ანუ ეს მეტყველებს, რომ აი რეფორმამდე იქ რუსულ ენაშიც რეფორმა მოხდა, კირილიცა შეიცვალა სხვადასხვა. თუ რა ვიცი, გადაშლილი გაქვთ რუსული ლიტერატურა, ეხლა სხვა ასოებით არის გამოსახული და საუკუნის დასაწყისში სხვანაირად იწერებოდა. ზუსტად იმ ენაზე იყო დაწერილიო. და არის რაღაცები, რაც მე ვკითხე, რომ გავსმეთ კი ეს წიგნი და კიო ეგ არისო, ოღონდ იქო რაღაცები უფრო მეტი იყო და აქ ნაკლები. ამ პირიქით თუ აქ არის რაღაცები მეტი და იქ აკლდაო. ხო, საინტერესო. ხო, რომ არა ის არ შეინახებოდა და ეს დღეს არ გვექნებოდა ცილინდრები. სხვა სახის, სხვა ცოდნაც რო იყო, მაგაზე არ გვაქვს, ხო, ინფორმაცია, მარტო ეს იყო, ხო, ესე ვთქვათ. მარტო ეს იყო, კი. თუმცა ისევ კოვტუნია ახსენებს, რომ მას სმენია, როცა ის აქ სწავლობდა და მუშაობდა, რომ ჯერ კიდევ, ხო, როდესაც იმპერიის ქვეშ ვიყავით, რუსეთის იმპერიის ქვეშ, გარკვეული ჟურნალებში მსგავსი ინფორმაცია ნელ-ნელა იბეჭდებოდა. მაგრამ ეს თქმულების სახით არის რა შემორჩენილი. გამოდიოდა საჯაროდ. გამომცემლობა იყო რაღაცა, მაგრამ მე უამრავ ქარცეცხმა ჩაიარა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაიკარგა. მე თქვენთან წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი, როცა ეს ახალი გამოცემა გააკეთეთ და ძალიან კარგია ეს რომ გააკეთეთ, იმიტომ რომ მე ადრეც ვეძებდი ამ წიგნს და ძალიან დეფიციტი, ანუ არის შევებოდა რა ფაქტია. ხო და მაგრამ რაღაცნაირად ჯერჯერობით ვერ მივედი წიგნამდე ეგრე ხდება ხოლმე. რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და უბრალოდ მაინტერესებს, აი თვითონ გრაფი იძახდა რამეს, რომ ვისგან მოხდა ეს ყველაფერი, აი როგორ მოხდა, რანაირად ეს კავკასიაში ეს რაღაც საქართველოს მხარე იგულისხმება თუ ზოგადად. ხო, ლოკაციურადაც იყო და ამ ხალხზე საერთოდ რამეს იძახის, რომ ვისგან მიიღო ეს, რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება კონკრეტულად არ იყოს დასახელებული, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია თუ არის მოწოდებული, რომ რა ტრადიციიდან და ასე შემდეგ. როგორც წეგან ვახსენე, საქართველოშიც იყო. და კავკასია მოიაზრება როგორც საქართველოს, შესაძლოა კიდევ ჩრდილოეთ კავკასიაც, იმიტომ რომ კავკასიური იოგის ასოციაცია იქაც არის. ჩერქეზებში, ხო, ჩერქეზებში. და რადგან ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, ხო, წინარე საუკუნეებში და გარკვეული რელიგიებისა და ცოდნის გავრცელების შედეგად, აგრესიული გავრცელების შედეგად, რაღაც ცოდნები მიიმალა და ავიდა მთაში და გადაიმალა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ამიტომ იქ ჩაიხურა, ჩაიკეტა და
დიდი ვარაუდით მე ვფიქრობ რომ იყო როგორც პირიქით, ანუ იქით კავკასიით, იქით, ასევე აქეთ ეს წავდა, იმიტომ რომ მე მახსოვს მე 21 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ არ ვიყავი წასული, მე ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მიყვებოდნენ საინტერესო ისტორიას ჩვენ უხუცესებზე კავკასიაში. რომ საინტერესო მხედველები იყვნენ და რაღაცები იცოდნენ. ეხლა რამდენად შემორჩეს ხალხ არავინ არ იცის, მე არ მიძებნია, მიზნად არც დამისახია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში ეს ცოდნა ორივეს გვეკუთვნის. და აქ არის რაღაცები, რაც ზოროასტრიზმიდანაც მოდის. და ჩვენ ხო ქრისტიანობამდე რა იყო თუ გახსოვთ საქართველოს ცეცხლთაყვანისმცემლობა იყო. ამიტომ ფესვებს ეს სწავლება იღებს დიდი ალბათობით ქრისტიანობამდე ზოროასტრისტული ელემენტი. თვითონ გარკვეული სიტყვიერი ფორმულებია იქ ჩაშლილი, რომელიც პირდაპირ ზოროასტრიული მანტრებია. ხო, საინტერესო კიდე რა არის, რომ გონია და აი შემისწორე გიორგი თუ ვწდები, რომ თვითონ კავკასიური იოგა ვალევს კი მოწოდა და ის რაც თქვი, თორე თვითონ აი ეგ საძმო რაღაც კონკრეტული ვინც ამ ცოდნას ფლობდა საინტერესო, ხო, რას ეძახდნენ? ანუ როგორ ხო არავინ არ და აი ძალიან საინტერესო. თუმცა არის კიდევ წყაროები, იქაც იოგა ჰქვია. მართლა კი, იქაც იოგა ჰქვია. იოგა ხშირთების გზა არის, ანუ სინთეზი. იოგა ხო მაინც აღმოსავლეთიდან არახან მოდის თითქოს. ქრისტიანული იოგაც არის წყაროებია. ხო, ეგვიპტური იოგა, ქრისტიანული იოგა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს რაც ხო, კავშირს. ხო, ჩემთვის რატომღაც ტრანსლირდება მე მგონი კი აღმოსავლეთთან და შეიძლება ბევრი არის ეგრე და. ნუ ალბათ ხო აღმოსავლეთიდანაც მოდის და ჩვენთანაც ხარ სიტყვა იოგი. იოგი თვითონ ხო რომელიც შემაერთებელი ელემენტია. მე კიდევ ამას ხანერად უყურებ ანდრო. იოგა სიტყვა უკვე გაპიარებულია და მარკეტინგულად ძალიან მომგებიანია რომ დაარქვა და აღარ ჭირდება მას ხელმეორედ რაღაც. და მაშინ როცა გამოიცა, შესაბამისად ისეთი სიტყვა იყო გამოყენებული. კი, იოგა უკვე ძალიან კი პოპულარული იყო რა. გასაგები იყო რაზე იყო. ხო, იოგა მაშინ გასაგები იყო, მით უმეტეს ამერიკაში. ხო, შეიძლება ერთ სტრატეგიაც იყო, რატომაც ეგრე დაერქვა და არა რაღაც, რა ვიცი, კავკასიური სისმარტი. ხო, რახან გამოცა ეს იგი შეიძლება. იმიტომ ხო გითხრათ ორი დასახელება ქონდა, სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლება და კავკასიური იოგა სისტემა. ხო. და აი თქვენზე მაინტერესებს, ანუ აი თქვენ როდის აი როგორ მიხვედით თვითონ აი თქვენ პრაქტიკოსი ხარ და ჩემთვის ორმაგად საინტერესოა. აი როგორ დაიწყო ან მაძიებელი იყავით სხვადასხვა სისტემებს დიდით და აი შეგიძლიათ რომ მაგაზე სწავლო და მე როგორ მიხვედით თქვენ. 2000 წლის დასაწყისი იყო და მაშინ უკვე რო გაიხსნა ეზოთერული წიგნების დიდი ნაკადი შემოვიდა. და ძიებაში მაინც სულ მაინტერესებდა მანამდე აიკიდოზე დავდიოდი მე ტაიჩიზე და ჩემთვის კიდე რაღაცებს ვაკეთებდი სახლში ჩამივარდა გაზეთი თუ არ ვცდები ქართული რა ძველი ჩვენი საბჭოური გამოცემების გაზეთი იყო სადაც ბორისლავ სერვესტის უკვდავის მაგია იყო და იქიდან ვარჯიშები რო დავიწყო ძალიან საინტერესო ეფექტებზე გავედი მაგრამ ეს იყო გაზეთი და არ იყო სრული სისტემა ასე ძიებაში იმიტომ რომ ალბათ თავიდანვე მაინტერესებდა მაგრამ იყო მე რაღაც პერიოდები ჩემს ცხოვრებაში რომ მე თვითონ ჩემი თავი, ჩემი არჩევანით ან გარე პირობებით რაღაც კუთხეში მივიმწყდიე და ვფიქრობდი ის პარადიგმა, ის სტერეოტიპი ჩემი აზროვნების უკვე აღარ მშველოდა და საჭირო იყო რაღაცა. იმიტომ რომ ყველაფერი მოვცადე. მაგიურ პასებსაც ვაკეთებდი კასტანედას მიხედვით. გათვითცნობი რომ სიზმარხილოა, მეგობარმა მასწავლა, მოგეთ უამრავი მედიტაცია. მაგრამ აი ესე რა ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, აი ესე გამოდიოდა რა. და როდესაც ეს ჩამივარდა, მეთქი ეს კავკასიური იოგა კიდევ უფრო ჩემთვის საინტერესო იყო. და დავიწყე და რა ხდება, კაცო, ყველაფერმა აი დეკორაციას უცებ სწრაფად რო გადაადგილებ, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ესეთი რაღაცების სრულიად. ხო. ჯერ ვერ მივხვდი, ვერ დავაკავშირე ესეთ რაღაცებს. თავიდან მიიყევით და გაყევეს თუ უბრალოდ ამოარჩივეთ რამდენი? არა, თავიდანვე დავიწყე როგორც პირველი, მეორე, მესამე, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა სანამ გავიდოდი ზედა არკანებზე, ზედა ვარჯიშებზე. უკვე ვატყობდი და პირველმა ეს მოიტანა. მაშინ ფინანსურად მიჭირდა და წკავდა სამსახურები გაიჩიტა. ანუ გამოჩნდა უცებ. ხილული შედეგები. ხო, ხილული შედეგები, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ხდებოდა, მანამდეც ხდებოდა. მაგრამ აი ასეთი სწრაფი ტემპით ხო, მეს. ხოლოდ ამას ამან მომიტანა ახლა ზოგს ყოველას თავისი სისტემა აქვს მაგრამ ჩემთვის ეს აღმოჩნდა აი ტუზი რო დაგეცემა ხო ჯოკერს რო ამოიღებ და ახლობით ესეთი იყო
და ამის მერე უკვე დაკვირვება დავიწყე რა, რომ რას იძლეოდა და მერე რომ ჩავუღრმავდი მივხვდი რომ თუ კი ჩვენ ტვინზე ზემოქმედებ და ტვინი ახდნა ჩვენი რეალობის მოდელირებას ეს პირდაპირ მასზე მოქმედებს და ამაზე უმოკლესი გზა მე რაც მანამდე გავიარე არ არის იქ და იქ იყო სხვადასხვა ტექნიკები ხო აბა ეს ჩაკრა ატრიალი ეს ჩაკრა გადმოატრიალი ეს პირდაპირ ტვინზე მუშაობს თან დღესდღეობამდელი გადასახედიდან უკვე ნეიროფიზიოლოგიასთან უფრო ახლოს არის უკვე რასაც ეს იძლევა უკვე ხსნის თანამედროვე ნეიროფიზიოლოგია ნეიროპლასტიურობა ხო აქტუალურია ჩვენთვის აგერაა ტექნოლოგია რომელიც თანამედროვე ადამიანის ნეიროპლასტიურობაში რა უძველესი ტექნოლოგია რა დროიდან ეგ საერთოდ სიგიჟე არის მე მაგიტო კიდე უფრო აღფრთოვანებული რაც უფრო დრო გადის ახლა ჩვენთან რომ მოდიან მსურველები და წინა მოსამზადებელ პერიოდს გადიან ვგიჟდები ამ შედეგებზე რასაც ისინი დებენ თავისთვის რა თქმა უნდა ობიექტურადაც ვსინჯავთ და მე სუბიექტურად აღნიშნავენ რომ ასე სწრაფად სულ თქვით ვარჯიშმა რომ ასეთ შედეგი მოიტანოს განსაკუთრებით ფსიქოემოციურ სფეროზე მე არ მინახია და აი როგორც პრაქტიკოსზე მაინტერესებს ანუ აი ეს მასწავლებლის გარეშე ყოველგვარი ან ჩიხში არ შესულხართ პრაქტიკისას რა მე ხანდახან პრაქტიკას რო აკეთებ შეიძლება ცეცხლიზედ მეტად გაიზარდოს სხეულში შეიძლება რაღაცა სხვადასხვანაირი გამოხმაურება კონდეს სხეულს ანუ აი რა ჩიხური მომენტები თუ იყო თვითონ პრაქტიკისას თუ კარგად ან მოწყდე რეალობას ძალიან მე რაღაც შეიძლება ხო არა ისე წავიდეს რა საინტერესო კითხვა აი ეგეთი ჩიხები მქონდა მანამდე ხო და ეს რო დავიწყე მე ვფიქრობ რომ გამიმართლა სულ ამბობ რომ გამიმართლა იმიტომ რომ მე როგორც დავიწყე ალბათ ჩემი კონფიგურაცია ისეთი იყო რომ არანაირი გადახრა არ მოხდა ხო მეს კარმულად რაღაც ხო რა მანამდე ჯოგერიანებულიც იყავით რა მანამდე კი უამრავი რაღაცა მქონდა ნაკეთები მაგრამ აი იქ იყო რაღაცები როცა ვაწყდებოდი უკვე კედელზე წინ ვეღარ მივიდიოდი ხო და ამან უკვე აქ არისო ხო აქ არისო ამან ისეთები აკეთა ანუ ამის დახმარებით ისეთები ვაკეთე ცხოვრებაში რომ მე თვითონ გაკვირვებული ვიყავი რამე ისეთი ტექნიკა ყოფილა აქ რომ გააკეთეთ და იმაზე 100-ჯერ მეტი შედეგი გქონდათ ვიდრე გეგონათ და ეხა აღარ იყენებთ. ანუ იცით რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ამისი შედეგი და რო ფრთხილობთ, ხო იცი? აი მე მქონია მაგალითად ეგრე რომ აი ანდროსანს რო სწავლობდით რაღაცას რო ისურვებ და ხილული რო ხდება უკვე რომ აღარ გინდა რომ ხდები რომ ძალიან ბევრი მოდის და მაგდენიც არ გინდოდა ან არ ვიცი ეხა ცოტა შედარებაა მაგრამ ნუ ეგ ალბათ ბუნებიდან გამომდინარეა. კი შეიძლება ყოფილა მე არ მახსოვს მაგრამ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო საკმარისი ამიტომ სულ აკეთებ. და მანდ როგორ ხდება ესე იგი ანუ ყველა ვარჯიში შეგიძლია გააკეთო თუ სისტემას უნდა მიყვე? ჯობს ეხლა რაც დავაკვირდით უკვე საკმაოდ გამოცდილება დაგვიგროვდა მე ჩემიდან არა ხო ჩემი გამოცდილებას ვერ განვაზავგადებ ანუ ყველასთვის არ არის მისადეგი. და მე მიზნად დავისახე რომ ეს ყველასთვის მისაღები და მისადეგარი ყოფილიყო. ჯობია ეტაპობრივად. ჯერ წინა მოსამზადებელი პერიოდი, სადაც აქ თავის ტვინის წილებზეა საუბარი და აი სწორედ ის გაცეცხლის მომატება და ჩიხების სწორედ იცით როგორი მდგომარეობა, როდესაც ასიმეტრია ჩნდება ამ წილებში. მე როდესაც ჩემი ეგო ან გონი უპირატესობას ანიჭებს რომელიღაც ასპექტს ჩემი ყოფიერების. მაგალითად სულ მედიტირებ და გავიჭედე ხო ხვდები რომ ბუქსავ ვეღარ მივდივარ. რატომ? იმიტომ რომ იქ მოხდა გადახრა, ჩემი ეგო დაფიქსირდა სულიერ ცენტრებში და უპირატესობას ანიჭებს მარტო იმას. და ამ დროს მოიკოჭლა მატერიამ და ინტელექტმა. ნუ ინტელექტი ყოველთვის აგვაქვს მატერიაც, მაგრამ თანაფარდობა და მე ჭაობდება იქაურობა, იმიტომ რომ მოძრაობა აღარ არის, ხო? გადახრა ზედმეტ ეს არის აი დევიაცია, ხო? გაუკუღმართება ხდება იქა და აი უკვე ჩიხს ადგები. და ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ? აი ეს რო არ მოხდეს, ადამიანს ახლა წიგნი ხსე მეს ავტორ უფლება არ ამოხს და ადამიანს აქვს უფლება ეს წიგნი გადმოქაჩოს, ან წავიდეს იყიდოს და აკეთოს. მაგრამ მან ხო არ იცის თავისი ტვინის კონფიგურაცია. წილობრივად, ანუ მისი ეგო რას ანიჭებს უპირატესობას, პრიორიტეტი სად არის. და მაშინ წინა მოსამზადებელში ჩვენ ამას ვალაგებთ. ვაწონასწორებ და მე უკვე უსაფრთხოდ შეუძლია შესვლა ვარჯიშში. ეგ ძალიან მაგარი ეგეთ შესაძლებლობა საყოველთაო ხდება. მაგასაც რო აქცევთ ყურადღებას რო აი ეს ინტელექტი გრძნობა და ეს დაბალანსებულად იყოს ფიზიოლოგია. თვითონ ამ სისტემაში ნიკოლოს ჩადებული ხო მე რატომ მინდოდა, იმიტომ რომ როცა გიჭირს მაშინ ეძებ ხო რაღაცა საშუალს. რომ ეს არის ერთადერთი სისტემა, რომელსაც ძალუც მოაგვაროს პრობლემა მატერიალურ
ინტელექტუალურ, ფსიქიკურ და ენერგეტიკულ დონეზე. ამას პირდებათ. დაპირება, ანუ ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ამ ცნობიერებიდან გამომდინარე, რომელიც ეს ცნობიერება განპირობებული ამ სისტემიდან სუნთქვით მონურ მდგომარეობაში. ეს მონურ მდგომარეობა შეიძლება იყოს მატერიაშიც, ინტელექტშიც და სულიერშიც. ანუ რაღაც გაუთვიცნობიერულ მდგომარეობაში ვართ და რომ გავიდეთ ამ მონური მდგომარეობიდან, მაშინ უნდა შევცვალოთ სუნთქვის ფორმა. ასე უდგებიან ეს, ძალიან კარგად ხსნიან. ეს ფსიქოლოგია ამას პასუხობს უკვე. ანუ რაღაც თქვენი ძახით რომ რაღაც მოცემული პატერნი გვაქვს. კი, დაბადებინა, ყველა ცოცხალ არსებას. სუნთქვის, მათ შორის სუნთქვაშიც. ეს არის პატერნი თავნიშნულოვანი სუნთქვა, დედისეულ სუნთქვას ეძახიან ამ სისტემაში. ეს არის ყველა ბიოლოგიური არსებისთვის დამახასიათებელი ტიპის სუნთქვა. მე გულისხმობ, ვინც გადაადგილდება ხო და სუნთქვა ასე აშკარად გამოხატული სუნთქვის აპარატი აქვს და ჩვენც ესე ვართ. უბრალოდ მე ევოლუციურად ჩვენ მივიღეთ რაღაცა განვითარება ჩვენი ნერვული ქსოვილის და მადლობა ღმერთს და ჰომო საპიენსის რიგებში გადავედით და ამან გააჩინა გასაღები. და როგორც ეს სისტემა ირწმუნება, სწორედ რომ იმ მატრიცას მიღმა გასულმა ადამიანებმა შექმნეს ეს სისტემა და მიხვდნენ რაში იყო გასაღები, რომ ეს არის სუნთქვა. აი, ეგ ძალიან საინტერესოა. მაგალითად, რომასთან რო ქონდა საუბარი მაიას ტომის კალენდარზე, იგივე არის ზუსტად თქო კალენდარზე, რომ კალენდარიც არის რაღაც მატრიცა და სისტემა, რომელიც არის დისჰარმონიული, ანუ სამყაროს ბუნებრივ ციკლთან და წრებრუნვასთან არანაირი საერთო არ აქვს და შესაბამისად შენ რო შენი გონებრივი სხეული მაგ პრიზმაში ზის, გინდა არ გაი მონარო, თქვა, მაგ სტრუქტურის მონახარ და იგივე თუ ცელდებოდა სუნთქვაზე, მაგას ვერ ვიკარ ძალიან საინტერესოა. ურეთ სუნთქვა რამდენი მატრიცა არსებობს ესე იგი. უნივერსალური გამოვლინებაა სიცოცხლის. ეს სადაც არ უნდა ხო, შეკუმშვა გაფართოება ესაა სიცოცხლე კი. თქვენი რელიგიის, ეროვნების ორიენტაციას მიუხედავად სულ ყველას აქვს ეს გამოვლინების ძირითადი ასე ვთქვათ პრინციპი, ინსტინქტი, რეფლექსი არ აქვს მნიშვნელობა. და ეს უკვე ძალიან მაგარი ინსტრუმენტია. არ ახარ ფაქტობრივად დამოკიდებული არანაირ გარე ინსტრუმენტზე. უბრალოდ ის რა მაინტერესებს, ანუ აი ძალიან სახიფათო არის, როცა ბუნებრივი სუნთქვის რიტმი ირღვევა რა, ეგ ბევრჯერ შემხედრია, ვინც პრანაიამებით დაინტერესებულა რა, ან სხვადასხვა სუნთქვით და ლოცვებშიც არის, რომ სწორად უნდა ისუნთქო ლოცვის დროს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ხა ჩვენს გურჯიევთანაც არის რომ შიდა მოტორიკა არეგულირებს ბუნებრივად ამ ყველაფერს და შე რო ერევი ცნობიერად რაღაც შეიძლება დისჰარმონია შეიტანო და ბუნებრივი რიტმი დაიღო ეს აქ აი მან როგორ ხდება მაგის პრევენცია ესე ვთქვათ აი მაგის პრევენცია ზუსტად წინამოსამზადებელ პერიოდში ხდება იმიტომ რომ თუ იმ ცოდნის გარეშე როცა წილები სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვა მუხტი აქვს მიუდგებით ნებისმიერ სუნთქვით თუ მედიტაციურ პრაქტიკას, მაშინ შეიძლება ასე გეტყვი. აი პირველ რიგში იყო ამოცანა რომ გაგვეხადა უსაფრთხო და როგორ მაშინ უნდა დავიდეს ყველა რაღაც გარკვეულ უნივერსალურ მდგომარეობაში. გასაგებია კი. და აქედან მე აქედან უკვე შეგიძლია. და რა დრო ჭირდება პირველ ფაზას მოსამზადებლად? თუ ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია 1-3 კვირიდან 2 თვე 3 თვემდე რა. ვაუ. და ეს ბუნებრივი ანუ კავკასიური იოგის მიხედვით რომ მეც მაგალითად კოვიდის დროს აი რო გეუბნებოდი გიორგი რომ დავინტერესდი თქო და რა დონეზე შემეძლო რომ გავცნობილიყავი იქ იყო რაც მთვარის სუნთქვა ეგეც იყო რომ მარჯვენა და მარცხენა ეს რომ მთვარე და მზე და ანუ ეგ უკვე ძალიან საინტერესო არის იმიტომ რომ იმ თემები რაც ესე ვთქვათ მაინტერესებს სადაც ეს დუალობების ფიგურირებს გარკვეულწილად მაგას ეხმიანებოდა და მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მაინც შევძელი რომ კარგად მეკეთებინა, იმიტომ რომ არ მყავდა არანაირი მასწავლებელი გიდი, აი შენც რო თქვი, ანუ ინტერნეტიდან ცუდი ინგლისურით გადმოკაჩული PDF-ი იყო. შეგეცადე რომ გაგეკეთებინა. ხო, ანუ კოვიდის დროს უბრალოდ ეს გამოკეტილები რო იყავით სახში, ჩემს ძმაკაც ჰქონდა თვითონ წიგნი, მაგრამ მე ინტერნეტიდან ჩავიწერე და იქ უშუალოდ ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვკითხულობდი ბოდიში და ანუ საინტერესო იყო თვითონ პრაქტიკა, იმიტომ რომ ეგეთი მსგავსი არაფერი არ გამომიცდია, ესე რომ აი, რაც ავთენტურია ხო, რაღაც ხო, აი ეგ არის, მართლა, აი მაგამდე მქონდა შეხება გარკვეულ, ესე ვთქვათ, იოგას სახეობებთან და ნუ შეხება თუ არა, გაგონილი წაკითხული ან ნანახი მაინც მქონდა, ესეთი არ გვინახავს, აი გარკვეული აი პოსტურა შენი როგორიცა როგორ უნდა იჯდე ფეხები, ყველაფერი საითი იყო, შედეგებს გრძნობდი? ვერ ვიტყვი რომ აი ისეთი შედეგი ვიგრძენი
ოღონდ ეს ჩემი ის მგონია რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ვაკეთებდი და ჩემი ბუნებიდან გამომდინარეც, მაგრამ განსხვავებას გრძნობდი, აი აბსოლუტურად მაგას, აი მინიმუმ განსხვავებას გრძნობდი და მგონია რომ და რატო შეწყვიტე? ნუ მე ჩემი ისეთი მოტივაცია, შენი საქმეები გაგაც. ველოსიპედით კატაობა ვერ ჩივდა იმ დროს. იოგის კეთება სახში. ხოდა. არის რაღაცა მე რასაც რულთან ვაკეთებ, როცა რულთანში ვარ. მართლა. კი, აი ისევ და ისევ, ანუ ისეთი მოდიფიცირება მოხდა, რომ ადამიანს შეუძლია როცა უსაფრთხოდ არის რულთან, უკვე გააკეთოს ეს და ეს უკვე ცვლის თავის და აი სულ გამიგია რომ კავკასიური იოგაზე ალბათ იმიტომ რომ განდობილების წოდნა და ამ შემდეგ რომ აი ყველასთვის კეთება არ შეიძლება და სახიფათოა. ერთი გამიგია კუნდალინი იოგაზე სულ რო და კავკასიური და რაღაც კუნდალინი იოგაზე ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს. ჰოლოტროპულებზეც მაგ პრაქტიკით ცოტა არასწორად წასული, ალბათ ძალიან მაგარი შედეგებიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგას ახლა მე ვიძახი რაც მე მინახავს. და მეორე ახლა კავკასიური იოგის პრაქტიკოსებს თქვენ გარდა მე არ ვიცნობ არავის რა და ძალიან მიხარია რომ თქვენ პრაქტიკოსი ხართ. ანუ აი ეს რომ აი სახიფათოა და რაღაც ეთანხმებით ამას? მარტო ეს არა. ხო გითხარ, მეც დიდი გამოცდილება მაქვს და რა უყურებ ახლა სადაც ცხოვრობდი მანამდე საქართველოს ჩამოვიდით, იქაც ვატყობდი რომ ვინც დაკავებული იყო გარკვეული პრაქტიკა, ცოტა გადახრები ქონდა აი ქცევაში, გადავარდნას რო ეძახი. ხო, ზუსტად მაგას გქონდა. კი. გაჭრილია და მიწაზე აღარ ხო, ანუ სოციუმს ვაფშე ყდები და ხო. ბევრნაირად შეიძლება ბევრს ლაპარაკობდე და ვერ აფიქსირებდე ბევრს ლაპარაკ. თრობა რა, რაღაც თრობებში შესვლა. ხო, რაღაც უცნაური ტიპი იჩითები რა, საზოგადოებაში. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ რაღაცებში არაადეკვატურობა ჩანს. ნუ ეს ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ხო უყურებ რომ არის საერთო ფონი და ეს რაღაცნაირად გამოირჩევა, თეთრი ყვავია. ნუ ქცევაშიც რაღაც თვითონ რაღაცებზე რეაგირებს ძალიან არაადეკვატურად, არაჯანსაღად. თვითონ ეს სისტემა ამბობს, რომ ეს სისტემა არის სოციუმის სისტემა. ხო, არ უნდა წახვიდე შენ არსად, პირიქით აქ, აი გაგანია, რეალობაში უნდა აკეთო. ხო, იმიტომ რომ მაგიტომ მომეწონა რომ ეს არ თავაზობს წახვიდე სადღაც გამოქვაბულში, უარი თქვა ჩვენ სოციალურ ცხოვრებაზე, ცოლზე, შვილებზე, ან ქმარზე, სამსახურზე და მარტო იმას ნეტარებას არა, აქ და იმიტომ მომეწონა. ხომ პირდება რომ მე თუ სწორად გააკეთებ, მოგიგვარებს ეს სისტემა პრობლემებს შენი ყოფიერების სხვადასხვა ასპექტში. ნუ ესე იგი არ ეთანხმებით რომ ეს სახიფათოა. სახიფათო ხო გეუბნებთ, მაშინ როცა არ ვიცი წილის კონფიგურაცია. და ანუ მე შეიძლება უნებლიეთ გავაძლიერო რომელიღაცა ჩემი ცენტრი და მაშინ უკვე ისევ დევიაცია ხდება. და აი ცოტა მოვლენებს რომ გავასწრო სახიფათოზე რა ხომ საუბრობთ, მაგალითად იმ ინგლისურ PDF-ში ვკითხავდი, აი უკვე ბოლოში რომ რაც ანგელოზი რთული ინგლისურია, ხო? არა, რთული ინგლისურიც, მაგრამ აი ბოლოში უკვე რაც ანგელოზების გამოძახებაზე მიდის საქმე რა, ანუ უკვე რაღაც სხვა ეს უკვე სხვა დონისაა. ხო, მაგრამ ეგეც აქვს, ანუ ამ ყველაფერთან ერთად, ანუ ეგ მაგარი რანუ საინტერესო ის არის, რომ ერთი რომ ეს სუნთქვითი რაც საბაზისო მომენტი აქვს, მეორე აი აქ რაც გვიდავს ეს ცილინდრები და ამაზეც ვისაუბროთ და კიდე კვერთხი არის, ხო? მე მგონი კვერთხიც, ანუ რაღაც ობიექტების შექმნა გამოყენებაზეც არის საუბარი და მე უკვე რაღაც სხვა განზომილების არსებებთან კომუნიკაციაზე. მაგრამ ვიდრე აქ ვართ, რა გვინდა. ხო, ეს მაინტერესებს ახლა ზუსტად, ანუ თქვენ ახლა ანუ ბოლომდე მიყევით და შეგიძლია თქვათ რომ ყველა ის გახსენით პრაქტიკა თუ რაღაც დონეზე უბრალოდ თქვენაც გჭირდება. მერაც საჭირო. ანუ უყურეთ i7 ძირითადი სუნთქვითი ვარჯიში აუცილებლად და ის რაც ჯანმრთელობაზე კიდევ კონსტრუქციულად შემოქმედებს. აი ამოცანა იყო რომ გამეხადა საყოველთაო და ახლა იმას ქუც ვერ დაიხურებ და კვერთხით ვერ ივლი, ხო ეს უკვე რაღაც არაადეკვატური, უკვე სხვა მულტფილმის პერსონაჟი და ჩდები და ამიტომ ადეკვატურობიდან გამომდინარე. თქვენ იყო მედიცინის კუთხით. კი, მედიცინის კუთხით, რა თქმა უნდა, მე ისიც მაინტერესებს, მაგრამ
როგორც ქრისტიანბოს თუ მიწერის არ გესმისო იქ იმის ანუ თუ აქ მიჭირს იქ შეიძლება კიდე უფრო გამიჭირს და მეთქი აქ ვია რომ ყარათ აქ დავალაგო პრობლემები და თუ კი საჭიროა მე ხო ის ტვინი მე მზაობა როცა იქნება გაგიხსნის სხვა შესაძლებლობებს და მანამდე კარგი გზაა შოური გზაა გასავლელი ხო მესმის ყველა პრაქტიკას რაც საკეთებ რაღაც მაინც დრო ჭირდება რომ თავისთავად გახსნას ან პრაქტიკა თავს აცხადებს რაღაცნაირად რა ხო და აი აქ თქვენთანაც ეხლა თქვენ ხედავთ რომ აი ეს თუნდაც მედიცინის კუთხით რაც აიღებთ კიდე უფრო ღრმავდება აქ თუ უკვე გასაგებია რა ეს რასაც აკეთებს და საკმარისია და ანუ ესე ვთქვათ აი უკვე ეს მოიხაზა ანუ შეისწავლეთ უკვე გაცხადდა თუ აქვს კიდე რამე დაფარული კიდე რაღაცები რაც მე თვითონ მაინტერესებს ეხლა ვიძიებ უკვე გარკვეულ სადიაგნოსტიკო საშუალებებს კიდე უფრო მინდა გავაფართოვო და კიდე უფრო მომაჩერვი და იმიტომ რომ ეს ხო გენო ჩემთვის ეხლა როგორც თანამედროვე 21 საუკუნის საინტერესო ნეიროფიზიოლოგიური სარეაბილიტაციო საშუალება არის. თან თქვენ ექიმი ხართ ხო? ხო, ამ ჭირიდან კიდე უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს უნდა გახდეს როგორც რეცეპტი, აი შენ ლუმინალი, ან აბიგლუკოზა ხო, რომ უკვე რატომ ურთულეს პერიოდში ძალიან კარგი საადაპტაციო საშუალებაა. რო გამომკლავდეს სიტუაციას აი პირველი რა ძალიან 7 სუნთქვითი იმითი მხოლოდ წინამოსამზადებელში იწყება. პირველი ცვლილებები უკვე წინამოსამზადებელში იწყება. ხო. ეს წინამოსამზადებელი უფრო თეორიული არის. პრაქტიკა. მე დავალებას ვაცლებ და ის სახში აკეთებ. მართლა. ხო, პირდაპირ მოდის დიაგნოსტირებას გადის ხო და დავალებას ვაცლებ და ვეუბნები თვითონ ინდივიდუალურ პარამეტრებიდან გამომდინარე ვინ როდის უნდა მოვიდეს ზოგი 10 დღეში მოდის ზოგი 2 კვირაში ზოგი 3 კვირაში დღის განმავლობაში რა დრომი აქვს პრაქტიკას ну 3-5 წუთი ავიღოთ მაქსიმუმ 20-30 წუთი რო გადაანაწილო 20 წუთი ერთხელ დღეში არა თლიანად რო გადაანაწილო მართლა ნახევარი საათი ხო აი ეგეც ძალიან კარგი რამეა რა ჩაშენება შეიძლება თანამედროვე ხო მე მაგალითად აი ეგეთი ტიპის ადამიანებში გავდივარ ნიკამაც იცის რომ აი დიდხანს ვიჯდე და უმედიტირებ ხანდახან აი ხო არ შემიძლია მაგრამ აი თუ ვიცი რაღაცა რომ 3-4 წუთი არის და დღის მანძილში რაც პატარა ულუფება შემიძლია იქ ის პრინციპით გადავანაწილო და ჯანსაღად ვიყო მაგას რა ჯობია თვითმიზანი ამ ვარჯიშების რა არის რომ აი ჩემ დედისეულის სუნთქვა და ცხოვრობ დღის განმავლობაში მე გარკვეულ შთაბეჭდილებებს ვიღებ. ხო, აი ბოდიში, გიორგი, აი დედისეულის სუნთქვა ვერ გავიგე რა. ეს არის გაუთვითცნობელი ტიპის სუნთქვა, რომელიც ჩვენ თუ ყველა საკვირად. როგორც დაუვიბადეთ. როგორც ჩვენ ახლა სუნთქავთ გაუთვითცნობელი დედისეულის სუნთქვით. და ეს აქ უკვე შემოდის ინდივიდუალური ტიპის სუნთქვა, ანუ გათვითცნობიერებული. ეს შეუძლებელი იყო ვიდრე ნეოკორტექსი არ გაჩნდა, ანუ ქერქია. ანუ ხო რა თქმა უნდა ევოლუციის გარკვეულ ეტაპამდე ეს შეუძლებელია. ხო, ევოლუციის ხო, მაგრამ აი ანუ მოკლედ თქვენი ძახით რომ ჩარევა არ არის მაინც ხო ისეთი უხეშად არ არის. ჩვენ ისედაც ვერევით ხომ, ბევრ რამეში. წავედით მედიცინის, ჩავერიეთ ბუნებაში. ხო, მანქანა გამოვიგეთ, უკვე ჩავერიეთ. მიკროსკოპი გამოვიგეთ, ჩავერიეთ და ესეც ჩარევაა. და ამაში ცუდი არაფერი. და სულ უნდა გახსოვდეს ეს, რომ აკეთებ ეს, რომ შენი ინდივიდუალურ სუნთქვა როცა ანუ თქვენ როგორც იძახით ჯერ არის დედისეული სუნთქვა და მე თქვენ აძლევთ, თქვენ აწიგნიდან დაყრდნობით, თქვენი რჩევით, უკვე ადამიანი გადადის თავის ინდივიდუალურ სუნთქვაზე, როგორც გავიგე, ხო? ეს ცნობილია ეს რიტმი 7-4, 7 ჩასუნთქვა წამის განმავლობაში, 7 წამის განმავლობაში და ამოსუნთქვა 7 წამის განმავლობაში. მაგრამ აქ ქვაკუთხედი არის ვის ათვიცნობიერებს ამ პროცესს და კონცენტრირებას აკეთებს გარკვეულ ცენტრებზე. გასაგები. ნუ ხო ტექნიკაა. ტექნიკაა და გასაგები. ამას მე ხო სულ ვერ გამოვიყენებ, როცა მძინავს ვერ გამოვიყენებ, ხო მჭირდება. და არც არის საჭირო სულ გამოიყენო რა. მაშინ ცხოვრებას ვერ ასწავ. ცხოვრებითაც ხომ უნდა დატკბე. მაგიტომ მომეწონა რომ ეს არ მეუნება ეხლა საათები იჯექი და არიქა უმანებად მე ხო იმღერე, არა? აკეთე და წადი გააკეთე შენი საქმე. გასაგებია. ხო, ანუ როგორც მივხვდი, ანუ ეს თქვენ რიტმს რო აძლევთ, ის კონკრეტულ რაღაც გააკეთებს, ან 5 წუთიან, 10 წუთიან რაღაც, მაგრამ მერე უკვე ცხოვრების განმავლობაში აღარ უყურებს, ხო? არა, ჩვენ ცოტა ხო, ეხლა მივხვდი, მე მაინც მეგონა რომ მე სულ ვაკვირდით რა. ოპერატიული მომხსენე ხო გადაიცვა მაშინ. აი, ის არის რომ აი სატრენაჟერო დარბაზში რომ მიდიხარ, კუნთი მოკავს ფორმაში რომ არ მოდუნდეს, ცოტა ცოცხალი იყოს, მე მოდიხარ აგზელებ ცხოვრებას. აი, ცოტა უხეშ შედარება. ანუ მე ტვინს უკვე უფრო მეტი სტიმული მივეცი. ამ სუნთქვით მე გავზარდე მისი
პოტენციალი, დათრგუნული ცენტრების აქტივაცია დაიწყო და ამ პროცესში ვარ სულ. მივხვდი ახლა, კი. და ვიყენებ კიდე სულ ვეუბნები, რომ ეხლა თქვენ როცა ჩვენ გვაქვს კურსი 12 გაკვეთილისაგან ძირითადი, რომ ეს არის მე გამას გასწავლი დო რე მი ფა სოლ ლა სი დო და მე უკვე აკორდები თქვენ შეგიძლიათ აიღოთ. შემოქმედებით. მუსიკას თვითონ ის ხო, ყველანაირი ფანატიზმის გარეშე. ეს არის ინსტრუმენტი, როცა მჭირდება მე მაშინ ვიღებ. თქვენ ეხლა კიდე ექიმი რო ხართ, ანუ მაინც ეს ცოტა მეცნიერული მიდგომაც კი, ანუ სხვანაირად ვერ მოხდება ამის განზოგადოება. ხო, ამ დროს ყოველთვის ძალიან საინტერესოა რა ნებისმიერ ეზოთერული პრაქტიკის შესწავლა ცოტა მეცნიერული მიდგომით, რომ აჟიტირებებში და იმებში რო არ გადადიხარ რა და გაუწევთ. პირიქით მეცნიერული მხარეც რო აქვს გარკვეულწილად, ეგ მაგარიც არის. ეს ძალიან მაგარი კიდე მინდა უფრო რომ კიდე უფრო ფართო საზოგადოებაში გავიდეს და ამისთვის. აი, ეხლა ყველაფერს გავაკეთებ. მაინც ეგ ძალიან კარგი არის და თქვენი მისიაც არის ალბათ რაღაცა, იმიტომ რომ თქვენ რო გაგენდოთ რაღაცა თქვენ რო კეთე, არ ამგონია შემთხვევით იყოს ეგ. მე მაინტერესებს აი კონკრეტულად ეხლა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეხლა პაციენტები რომ მოდიან რაღაცები აწუხებთ, აი რა ჩივილებით მოვიდნენ და რაზე ქონდა ყველაზე კარგი შედეგი? ან რამე თუ იყო ისეთი, რომელსაც აი თქვათ არ გამოიღო შედეგი ან ეს. რა თქმა უნდა, ყველა 100%-იან შედეგიანი არც ერთი მეთოდი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ხო კვლევა ჩავატარეთ და აბსოლუტურად მივდექით ექსპერიმენტალს, როგორც საკონტროლო ჯგუფი, ანუ ჯგუფი, რომელიც არ აკეთებს ამ სუნთქვით ვარჯიშებს, გავზომეთ მანამდე, ანუ დიაგნოსტირება გავუკეთეთ და გარკვეული დროის მერე ისევ გავზომეთ და ექსპერიმენტალური. იქ მე დავითვალე, გავანაწილე ყველა პარამეტრები, ქალი, კაცი ამდენი, ასეთი დარღვევით ამდენი, ასეთი დარღვევით ამდენი. და ჩაათავდა ეს ექსპერიმენტის პერიოდი და დავითვალეთ, რომ 87%-ში ჩვენ მივიღეთ შედეგი. 87-ი ძალიან დიდი. ხო, ანუ რაღაცეები დარჩენილ პროცენტში ზოგმა შეიძლება ვერ გაიგო ან არ აკეთა და იქ საკონტროლო ჯგუფში თავისით კორექტირება მოხდა 1 კაც 13 კაციდან 1 კაცში, ახლა ის გასათვლელია პროცენტულად რა. 10 თუ 9 თუ 11% იყო. 87, 10 ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ხო. და მე აქ კიდევ ბევრი რამეა დასახვეწი. მაგრამ ჩვენ მივდექით, აი სწორად რომ მედიცინის თვალსაზრისით მივდექით, იმიტომ გავედით ეს შედეგებზე და ინდივიდუალური ალგორითმები როცა ვაძლიეთ, იმიტომ მივიღეთ. თორე როგორც კი ახლა ასე აიღებ, მე იწყება უკვე ამაზე რაღაც ფანტაზიები, მისტიფიცირება, სპეკულირება და ვერ გადიხარ იმ შედეგზე. და დისკრედიტირება მოხდება ამ მეთოდის მერე, ასეთი რაღაცეებით. ხო. ეს არის 21 საუკუნის ტექნოლოგია ერთ-ერთი საუკეთესო ნეიროპლასტიკურობის შესანარჩუნებლად და ადაპტაციისთვის. ძალიან რთულ პერიოდში ვართ, ტემპი მაღალია, ინფორმაცია ბევრია, აგრესია არ ვიცი უკვე ზღვარზევით არის და ეს ალაგებს და შედეგებზე. შფოთით ძალიან ბევრი მოდის, შფოთვითი აშლილობები და პირველ ორ კვირაში უკვე იძლევა შედეგებს. ანუ ეგ საოცრება ვიღაცა ადამიანს არ ვერ ყვევი ამ თემაში კარგად, მაგრამ ნუ თუ შეუძლია რომ წამლები, ანუ მედიკამენტური მკურნალობაში ტყვეზე შფოთვის ან რაღაცა ჩაანაცვლოს ამან, მაგას რა ჯობია, როცა ბუნებრივად ჩაანაცვლოს. ხო, აქ აბსოლუტურად ნეიროფიზიოლოგიური პროცესია. იმიტომ რომ მე როდესაც კონცენტრაციას ვაკეთებ სუნთქვის ორქარკულ წილებზე, მაგალითად სულ მიყვარს ხოლმე რა, რომ ჩვენ ახლა შუბლის ანუ ინტელექტუალური ადამიანები ვართ ხო homo sapiens. ამიტომ ეს ცენტრები ძალიან ხშირად სტრესის გამო ითრგუნება. და მე ჩემი კონცენტრაცია და სუნთქვით ამ ცენტრებს ვააქტიურებ. და ამ ცენტრებში ჩადებულია ემოციური ბალანსი. ხო, საინტერესო. ძალიან მაგარი რაღაცაა პოტენციაში ჩადებული. უბრალოდ უნდა დაინახო აი ტექსტს მიღმა. ხო, ნუ და სხვადასხვა ჭრილიდან უნდა შეხედო. აუ და გიორგი, კითხვა მაქვს მე კიდე რაზე იცი, მაშინ რო თქვი რომ დავიწყე კეთება, აი მოვიდა მატერიალური კეთილდღეობა რაღაცები, ანუ მაგაზე რას ფიქრობ? უშუალოდ ამ პრაქტიკებს ბონუსად მოყვება ეგ თუ უფრო ეს პრაქტიკა არის რაც გასაღები და ეგ ყველაფერი მატერიალური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა თვითონ შენი რაღაც კარმის და შენი იმის საჩუქრები არის რაც არ გაგიღია და ამან მოგცა შესაძლებლობა რომ გააღო ეგ კარები და მიიღო ის. იმ წინა შემთხვევაში ვერ ღებულობდი, რომ ჩაკეტილ ოთახში იდო ეგ ყველაფერი და შენ რაღაც ავტოპილოტზე მიდიოდი, მაგრამ ამან მეტი სიცხადე შემოიტანა, მეტი ცოდნა და ესე ვთქვათ, მეტად გაიფურჩქნე როგორც არსება. ანუ მაგაზე რა აზრის ხარ შენ? ჩემი კარმა რა არის? ჩემი აზროვნების შედეგი, ხო და ქმედების შედეგი. ეხლა წინარედან მომდეს თუ არ მომდეს, სულ არ მახსოვს დავუშვათ ბოდიში და გარტყმაში არ ვარ. ხო. აი აქ და ამ წუთში ამ პერსონიდან გამომდინარე. ეს ხომ მოქმედებს ჩემს ტვინზე და იცვლება ჩემი ქცევა და რეფლექსიები გარემოზე. ესე იგი მე ვცვლი ჩემ კარმას,
ჩემს აზროვნების ტიპს და ბედიხვალს. და მე თუ მინდა სამსახური და თუ ის ძველი ტიპის აზროვნება მაქვს, სამსახური არ მოვა ასეთი ტიპის აზროვნების ადამიანთან. და მე როგორც კი ვცვლი მოდელს, ხო, კონფიგურაციას ჩემს ტვინის უკვე всё კარები იხსნება. ხო. ეს თან მიზრდის მე სასიცოცხლო ენერგიის მარაგს და ეს სულ ამბობ, ერთი მატერიისაგანა ხო შექმნილი ყველაფერი, ეს და ისიც. ამას სამყაროში სასიცოცხლო ენერგიას, პრანას, რუახს, სხვადასხვა რაღაცას ვეძახით. მე ზუსტად ამ ენერგიასთან მაქვს ურთიერთობა და ჩემი ტვინი უკვე როდესაც ლაგდება, სწორ კარიბჭეებში მართავს. ხო, ჰარმონია თავისი ხდება ხო ყველა შრეზე. თავარია განზრახვა იყოს, ანუ რა მინდა და დანარჩენს უკვე თვითონ აკეთებს. ხო, მე ზოგადად ცოტა ისეთი შედეგები არ მომწონს, როცა ადამიანი რაღაცას თუნდაც ჯანმრთელობას იღებს ან სამსახურს ან რაღაცას და ხასიათი არ იცვლება, ანუ იდგომები, თვისებები, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ძალიან მომხმარებლურია და საბოლოო ჯამში ჩემი დაკვირვებით რაღაცას იღებენ და რაღაცას კარგავენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ვარჯიშები აისახება თვითონ იმაზე ადამიანის ხასიათის თვისებებზე აისახება. ჩემი ხასიათი განპირობებულია ისევ და ისევ, ხო, ჩემი წინარე გამოცდილებით, მოცნაყოფის პერიოდით, მშობლებით, ტრადიციებით, კულტურით და ასე შემდეგ, ხო? და პლუს ჩემი პარამეტრები მაქვს, ხო, თუ ასტროლოგიურად გავიქეთ, ხო, დავიბადე ასეთი და შემორჩა. რას აკეთებს ეს? ის ყველაფერი პარამეტრი დამახასიათებელია დედისეული ტიპის სუნთქვისთვის. ანუ ვიდრე მე ვარ გაუთვითცნობიერებელი. და მე როდესაც უკვე შემომაქვს გაუთვითცნობიერებული ინდივიდუალური ტიპის სუნთქვა და ეს სასიცოცხლო ენერგია უკვე მიმართავ ამ სასიცოცხლო ენერგიას სხვადასხვა ცენტრებში, მე უკვე ვცვლი ყველაფერს. და ის იცვლება ხასიათიც. და ძალიან ნიშანდობლივი და ქვაკუთხედი აქვს. რომ ეს სასიცოცხლო ენერგია მიიზიდება სამი მომენტით: სიყვარული, აზრი და სურვილი. ხო. ანუ მე უნდა მქონდეს სიყვარულის მდგომარეობაში უნდა ვიყო რომ მივიზიდო, ეს არის ის ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც მე ამ ჰარმონიულ ენერგიაზე ვუერთდები, მე უნდა აზრი მქონდეს, განზრახვა და უნდა მინდოდეს მასთან ურთიერთობა, ხო, ურთიერთობა. და მე უკვე როდესაც ეს ენერგია მაქვს, მე უკვე შემიძლია კონსტრუქციულ კალაპოტში გავუშვა. გამოვლინდეს მოკლედ. ხო, ერთი ხო რა გბოდიში რა. არ მინდი და ერთი კიდე რაც მაინტერესებს. გავშალეთ. კი, კარგი. ერთი რაც მაინტერესებს მან არის ის, რომ აი ხა ის რაღაცებში ვეძიები რა, უბრალოდ ტექნიკურ მხარეშიც. ჩემი დაკვირვება რაც არის, რომ ადამიანებს როცა აძლევ თქვა ტექნიკას, თუნდაც ციგუნის ან ნებისმიერი სხვა ტექნიკას, თუნდაც სიყვარულის მედიტაციასაც ხშირად ლაპარაკობ ხოლმე. და იქ იღებენ ტექნიკიდან რაიმე კარგ გამოცდილებებს ან ბენეფიტებსთან ასე შემდეგ ცხოვრებაში და რაღაცები. ძალიან მარტივია, რომ ადამიანი გადავიდეს სამყაროს ტექნიკურ აღქმაზე, მხოლოდ რომ აი სამყარო არის რაღაცა ტექნიკური მექანიზმი და შენ თიც მიარჭე რაღაც ღილაკს და იქიდან რაღაც საჩუქარს გამოი. ანუ ღმერთის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან იკარგება რა სამყაროს შემოქმედთან და შენ როგორც მის ნაწილთან და ასე შემდეგ. ანუ სიცოცხლე და აი ზუსტად რელიგიებიც შემდეგ მაგიტომ არიან ხოლმე წინააღმდეგი ესეთი სხვადასხვა იმების, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის, რომ ეს სიცოცხალი ურთიერთობა აღქმა და ის რომ შენ წყალობით მოგდის რაღაცები და ეს რომ წყალობა ღვთის და ეგეთ რაღაცები იკარგება. მოკლედ გადადიხარ შენ პირად ძალაზე და შენი პირადი რაღაც ხდება, რომ აი მაგარი ხარ, შეგიძლია ტექნიკის გაკეთება, ის ტექნიკა რაღაცას აკეთებს. თქვენ თუ ხარ დაკვირვებული ესეთ რაღაცებს, როცა თქვათ აკეთებთ, თქვენი მიდგომა როგორია ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში? კარგია, კარგი. ესეთი კითხვები. მოკლედ, ეს ტექნოლოგია არის საკუთარ თავთან ურთიერთობის ტექნოლოგია. ოღონდ ამის აყვანა არ შეიძლება რაღაც ფანატებში და რაღაც ტექნოლოგიურ იმაში. ეს უბრალოდ შეგნებულად მასწავლის იმ გარემოსთან ურთიერთობას, რაც მე მანამდე შეუგნებლად ვაკეთებდი. ეს არის სხვაობა. ახლა ემპირიულად გეტყვით რა ხდება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს კიდევ უფრო რატო არის საინტერესო. როდესაც წილების წონა სწორდება წინამოსამზად პერიოდში, რა პოტენციალია ჩადებული. მე ასე თუ ისე ჩემი პარამეტრებიდან გამომდინარე დაბადებიდან გარკვეული მტრული დამოკიდებული მაქვს რომელიღაცა ასპექტში. ადამიანის მიმართ, საზოგადოების და ასე შემდეგ. და ეს ხიცაბავს ამ ასპექტებს შორის. აერთიანებს და ჩემი მტრული დამოკიდებულება ნელ-ნელა იკარგება, იმიტომ რომ
ის თქვენ რაც ამბობთ, რომ აი რელიგიური აღქმა წყალობა და ისევ ტვინიდან გამომდინარეა, ხო? მე ვიდრე ტვინს არ დავატან, ვერ მიხვდები ეს წყალობა იყო, რელიგიაში ვარ თუ ვერ გააცნობიერებ. ვერაფერს ვერ ვერაცნობიერებ, ხო. ისევ და ისევ ეს ეს პროცესები ტვინში მიდის. ამიტომ როგორ მიუდგებით უკვე აღარ აქვს აზრი ამ შემთხვევაში. ესეც ძალიან კარგი საშუალებაა. და საკმაოდ ხო გითხართ, აქ არის სიყვარული. მე სულ ვეუბნები რომ 3 მომენტი უნდა გათვითცნობიერდეს ვარჯიშის დასაწყისში. ვინ სუნთქავს ჩემში? ეს არის თქვენი აი რელიგიური ასპექტის გათვითცნობიერება. რას სუნთქავ? რას შევისუნთქავ? სასიცოცხლო ენერგიას, ეს არის ღვთაებრივი საჩუქარი, ის მადლი და სად უნდა მიმართო ეს? და აქ უკვე ტექნიკა იკარგება, ანუ სუფთა მექანიკური მხარე უკვე მივხვდი რას გაცნობიერებამდე მიყავ. და იქ უკვე მე ამასთან ერთად შემიძლია ნებისმიერ რელიგიაში შევიდე უკვე. ეს როგორც საშუალება კი ის იმ რელიგიაში ჩადებული ცოდნა კიდევ უფრო ღრმად შევიმეცნო. ხო, რაც უნივერსალური იარაღია. იმიტომ რომ სუნთქვა სულ ჩემთან არის. სულ არის რაღაცეები, რაც აი ამას რეკომენდირებული არ არის თქვა ამ სისტემას თუ მაგალითად რა თქვა არის აი რუნებს თუ აკეთებ, არის ნათქვამი სხვა რაღაცები არ გააკეთო რა, იმიტომ რომ ის უნდა იგრძნო ბოლომდე. თუ არის აქ ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ამას როდესაც აპრაქტიკებ, რაღაც სხვა მეთოდები ჯობია რომ არ გამოცადო, ან არაურიო, ან რაღაც ეს. ან რამე აკრძალობის სიტუაცია შეიძლება რაღაც ხორცი არ ჭამა ალკოჰოლი. აი ეგეც საინტერესოა, მე მაგას ცხოვრებაში ხო რაღაცები ძილის რეჟიმი არ ვიცი რა. კი, კაი. წინა მოსამზადებელ პერიოდში ვეუბნებით რომ თავი შეიკავონდა რატომ. თუ კი ადამიანი მოვიდა, დაკავებულია სხვადასხვა პრაქტიკებით. სულიერი იქნება თუ გამაჯანსაღებელი არა აქვს სხვადასხვა რელიგიებით და მას დარღვეული აქვს ჯანმრთელობა ცოტა ფსიქოემოციური აშლილობა ეს ხომ შედეგი მისი ამ ქმედების კი ბატონო და აზრი მე გაგრძელებს იმ ძველი მოდელის ვერ ხედავ ხო ხდები და ვეუბნები თავი შეიკავა ცოტა ხანიებით და თუ კი ადამიანი მოვიდა კარგი და მოდიან ჰარმონიულ მდგომარეობაშია და მეუბნები მე იმასაც ვაკეთებ ალალია შენზე ესეთში გააკეთე და კი ბატონო ხო ხდებით ანუ ინდივიდუალურია ძალიან იმიტომ რომ თუ მოვიდა რაღაც აკეთა რაღაცა პრანაიამა ან ტრანსცენდენტალური მედიტაცია სიტყვაზე ან რაღაცა მედიტაცია და მოვიდა და აჭრილია ან იმის შედეგი ან იმ მედიტაციამ არაფერი შედეგი არ გამოიღო და მაშინ მეუბნები თავი შეიკავეთ რაც შეეხება აკრძალვებს მე ესეთი კატეგორიული არა ვარ და რატო და გეტყვით ეხლა ხო ვაკვირდებით ტრანსფორმაცია თვითონ ხდება ადამიანში იმიტომ რომ ტვინზე როცა ზემოქმედებ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება. მე აკრძალვა არ მაქვს. ხორცი არ ჭამო, სექსუალური ურთიერთობა არ ქონდეს, თავი შეიკავეთ ეს თვითონ ხდება. რამდენს უთქვია რომ იცი რა, რაღაცები თავისით ჩაიხსნა. რაღაც მიდრეკილებები შემცირდა. თვითონ ამ ვარჯიშებშია ჩადებული მანკიერ ვნებებთან ბრძოლაც. საინტერესო. თავისით იმიტომ რომ ეგ მანკიერებაც ხო შეიძლება აი იმ კონფიგურაციის შედეგი არის აბსოლუტურად. აი მე რიტმალნათლივ ხედავ ხოლმე ადამიანის მაგალითად რაღაცა სტრესი აქვს და რომელ სასიცოცხლო არხთანა ეს კავშირი ეგრეთ წოდებულ ენერგიასთან მაგალითად საინტერესო და თუ არ დაკორექტირდა ის სულ ესე იქნება იმან ისეთი ზემოქმედება მოახდინა რომ ეს რეფლექსი უჩართული აქვს და ეს რა შვება ამ რეფლექსებს აკორექტირებს იმიტომ რომ სხვა ტიპის სუნთქვას თავაზობს მესმის ხო პატერნიდან აგდებს და იმ ძველი მოდელიდან აგდებს ხო რეიკისაც აქვს მსგავსი რაღაც სხვა შორის აი რეიკის პირველი საფეხურის ინიციაციას რო გავდიოდით ჩვენ რომ მასწავლებელმა გითხრა რომ ანუ არ გაგიკვირდეთო თუ სიტყვაზე აქამდე მთელი ცხოვრება ყავა გიყვარდათო და ეხლა უფრო აღარ დალიოთო ანუ პირიქით მოგინდეთ რაღაც ახალის გასაჯვა ხო რაც აქამდე და მე ხა ჩემ თავზე რო ვთქვა მაგალითად ეს ეგრევე არ მქონია მაგრამ მე ნელ-ნელა ეტაპობრივად მივხვდი რომ რაღაცეები შევამცირე და აქამდე თუ აი ხა უსაქმურობისგან შეიძლება მომდევნებოდა რომ ყავა მომედუღებინა ეხლა აღარ ვიდუღებდი ან არ ვიცი ნუ მოკლედ ცვლილება უკვე ამ კონფიგურაციაში იყო რა ესე თვალსაჩინო ხო ჩემი მანკიერი ვნებებიც ხომ ტვინიდან გამომდინარეა ხო და მე თუ პირდაპირ მაქვს ტექნოლოგია აპლიკაცია რომ ვიმოქმედო ტვინზე და ვიცი როგორ მუშაობს მე შემიძლია ყველაფერი დავალაგო ხო მესმის მოდი ნელ-ნელა გადავიდეთ ტექნოლოგიამდე მინდა უკითხო რა საერთო აქვს კავკასიური იოგას ეგვიპტესთან იმიტომ რომ ეხლა ჩვენ საუბარში შემოვიდა ფარაონის ცილინდრები ყდაზეც როგორც ხედავ რა ეგვიპტური სიმბოლო არის გამოსახული
და აქამდე მსმენია სულ ეს რაღაც პარალელი ქართველებსა და ეგვიპტელებს შორის, მაგალითად რაჭაში რო არის ნაპოვნი ეს ეგვიპტური მძივები და იქაური ხოჭო, ეგეც ძალიან საინტერესო არის და ბევრი თეორია მაგაზე, რომ კავკასიელებსაც აქვთ იქ ჩატანილი ცოდნა ეგვიპტეში, ან პირიქით იქედან არის წამოსული, ან საერთოდ ერთ გენზეც არის ხშირად საუბარი. რა თქმა უნდა, უმეტესობა ეს მაინც დადასტურებული არაა და ესე ვთქვათ, თავისუფალი სასიამოვნო აზროვნების საგნად რჩება, მაგრამ არ ვიცი თუ იცით თქვენ რამე, ანუ რატომ მაინც ამის ფარაონის ცილინდრები, ან ფარაონებსაც ჰქონდათ ესე იგი ეს ცოდნა მე კავკასიური, ხო, კოვტუს დაუშვი პირდაპირ. კი. ხო. იმიტომ რომ რატო ფარაონის ცილინდრები თვითონ ამ წიგში პირდაპირ უწერია ეგვიპტური ფარაონის ფორმაში გამოსახული ადამიანი დგას. ხო და ეგ არის ძალიან საინტერესო იყო. და კოვტუნის აზრია, რა თქმა უნდა, ეს მე აცხონოს ზურაბ ქაფიანიძესთან მქონდა ერთი-ორჯერ შეხება ადრე და სულ ამბობდა, რომ აი ჩვენ ეგვიპტესთან დიდი კავშირი გვაქვს და აქედან წავიდა ჩვენი ქურუმები ეგვიპტეში. ხო, ეგეთ. და მე კოვტუნისგან ვიცი, რომ დიდი ალბათობით, როდესაც ლაშქრობა იყო და დამპყრობითი ომებს ეწეოდა ეგვიპტე, ქურუმები აქ ჩამოვიდნენ და დარჩა გარკვეული ნაწილი აქ. და ეს ცოდნაც ამიტომ შემოიტანესო. მაგრამ თუ კი წავალ კიდევ უფრო შორს ჰეკატეს ბაღები, ხო, მედიას დროს, ქურუმები არ არის გამორიცხული, რომ აქედან წავიდა ეგვიპტეში. ხო. და რატო დაარქვა ფარაონის ცილინდრები? იმიტომ რომ მეც ვნახე ახლახანს იტალიაში ამ ქანდაკებებს ფარაონის რაღაცა ესეთი ცილინდრები უკავიათ ხელში. ხო, კი. და ძალიან მიამსგავსა და ვერავინ ვერ უპასუხა, ხო, რა არის, რა უკავია, არა, ზოგმა პაპირუსია, ზოგმა საკაცის ჯოხებიო, რას ლაპარაკო, რა საკაცის ჯოხებიო და ერთადერთი ეს მინიშნება, რომ რა შეიძლება კონდეს ფარაონის ხელში, აი ამ წიგშია. და არის ეს რაც მიდას და ამიტომ დაარქვაც ფარაონის ცილინდრები რა. ხო. და აქ ამას კიდე ჟეზლი არ ვიცი როგორ არის ქართული. კვერთხი, ხო, აი კვერთხიც. ზოგი ახლა კვერთხს არქმევს რა, ეგვიპტის გორის კვერთხი და იმის კვერთხი და ამის კვერთხი რა მოკლედ. და კვერთხსა და ამას შორის რა განსხვავება? არანაირი, ისიც ორი ცილინდრია. და რა პრინციპით მუშაობს ეს შეგიძლიათ? ეს არის ფიზიოთერაპიული ხელსაწყო. აბსოლუტურად სამედიცინო თვალსაზრისით შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. აქ არის სხვადასხვა პოტენციალი, თუთია, სპილენძი, ალუმინის შენადნობებია და პლუს მინუსის პრინციპია. ხელში როცა იკავებ, ადამიანი უკვე გამტარი ხდება. აი ნიკა დაიჭირე და მაგნიტი და ნახშირი კიდე ეხმარება ამ ყველაფრის გაძლიერებას. ეგრევე იგრძნობს მარჯვენა ხელში უნდა კი, ეს მარჯვენა არის სხვადასხვა სამკურნალო თერაპიული პოზიციები. მე დიდი გამოცდილება მაქვს 2000 წლის დასაწყისიდან როცა ჩამოვიტანე, სხვადასხვა დაავადების დროს ვიყენებდი და ძალიან საინტერესო შედეგები აქვს. და ამას თავისი საერთოდ სხვა კიდე მოხმარების წესები და პრაქტიკები და მე შემუშავდა კი. ანუ კოუტუნმა შეიმუშავა კიდე სხვა თერაპევტებთან დახმარებით. თითქოს ელექტროობას. ხო, აი პოტენციალთა სხვაობაა და ტიპებს რაღაცნაირად რა. და თქვენ შორის დენი არის. ხო. ცირე პატარა დენი გადის. და ეს ძალიან კარგია, ვისაც ეს ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული დარღვევები აქვს, მერიდიანული დისფუნქცია. მერიდიანი რა არის? ხო, ეს არის გარკვეული ენერგეტიკული არხი, მაგრამ მას აქვს თავისი მატერიალური სუბსტრატი. ხო. კუნთუნ-ყესოვანი ჯაჭვია. და მე ამ ჯაჭვების მეშვეობით ვსინჯავ და ვხედავ თუ რა დარღვევა აქვს და დიაგნოსტიკას აკეთებ. ხო, დიაგნოსტიკას ხელით. სწორედ კავკასიური იოგა დამეხმარა ამ დიაგნოსტიკის შემუშავებაში. და დაედო საფუძვლად ნევროლოგიაც, მანუალური თერაპიაც, ოსტეოპათიაც და როდესაც ამბობს ეს სისტემა, რომ დედისეული სუნთქვა, ანუ დედის შთაბეჭდილება იწევს ნაყოფში სასიცოცხლო ენერგიის ცვლილებას სასიცოცხლო არხებში. მე მინდა დავინახო ეს არხები. და ესა თუ ის დისფუნქცია რომელ არხთან ასოცირებული. და ყველაფერი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს უკვე შესაძლებელია. ეს არის სწავლადი, განმეორებადი და ჩვეულებრივ ექსპერიმენტის რეფლექსის ეფუძნება. და ეს მერიდიანების დისფუნქციას დაბალანსების ორგანიზმზე სიტყვაზე, აი ორგანოების გაჯანსაღებას, აი რაღაც ეგრეცაა. რამდენი ხანი უნდა გეჭიროს ეს ხელს? 10-15 წუთი უნდა გეჭიროს. პულსირებს ახლა და ხელი. კი, იმიტომ რომ აი ამ ფეხები არ გადააჯვარედინო. მე ამას ვიყენებდი დაავადებულ ადამიანებში. ვისაც წნევა ჰქონდა, ციკლის დარღვევა, პოსტინსულტი ვისაც ჰქონდა გადატანილი, ტკივილის დროს, მოტეხილობის და ასე სხვადასხვა დარღვევების დროს. ეს როგორც ფიზიოთერაპიული ხელსაწყო. სახლში არ უნდა დატენვა, სადაც შეგიძლია წაიღე და შენახვის ვადა არ აქვს, ხო? თქვენ შეგიძლიათ გადაცეთ მე თქვენ მომავალ თაობას. რამე უკუ ეფექტი შეგინიშნოთ?
უკუ ეფექტი რა ახლა შეიძლება მე არ შემინიშნავს, უბრალოდ ზედმეტი არ უნდა მოვიდეს. ახლა მაგალითად მომზადებელ ადამიანს არ ვურჩევდი მაგალითად პირდაპირ დაждდეს ამ პოზიციაში, ხო? იმიტომ რომ უფრო მეტ თუ როდესაც მეტი დარღვევა და დისფუნქცია და დაშლილობა აქვს, შეიძლება გავმწვავოს. როგორ უნდა დაიწყოს მე? აი, იქ არის სხვა პოლარობის პოზებია, სადაც შეუძლია უფრო გაწმინდოს, ჯერ გაწმინდოს და მე უკვე მიიღოს თერაპია. ნეტა სადმე თუა შემონახული ძველი ეგვიპტური ესეთი ცილინდრები. ეგ აღარ ვიცი, მაგრამ ის ამ პრინციპით იყო გაკეთებული. ისეც ამ პრინციპით. ზუსტად ეს არის მზის. ამ წიგში ზუსტად ეს არის მთვარის. ნუ მზის და მთვარის დაბალანსება. გარეკანზეც წიგნის ეგ არის. აი, ანდრომ რო ახსენა მარჯვენა მარცხენა ნახევარსფერო ნესტოები ახაც ეგრე არის, ხო? ერთი მზის სუნთქვა, ერთი მთვარის და ჩვენ წინა მოსამზადებელშიც მე ვაძლევ უკვე ნახევარსფეროების წონასწორობის ტექნიკას. ოღონდ არა ისე როგორც წიგში არის. იქ იცვლება გარკვეული კონფიგურაცია, მოკლედ წილების. ნუ ძალიან ბევრი აუთენტიური რაღაცები აქვს. აი ხარ მაგალითად მზის სუნთქვაში ცოტა მარცხენა ნესტოა გაჭედილი და მარჯვენათი. ხო, მარჯვენათი. ხო, მაშინ უკვე ამ დროს უკვე სასურველია რომ ამ დროს გააკეთოს კონცენტრაცია მაგალითად შუბლის წილებზე, ხო? მაშინ უკვე პროფრონტალური ცენტრები უფრო აქტიურდება და აი დღის რეჟიმში, ოპერატიულ რეჟიმში ხარ უკვე რა. ან ორივე ნესტო ღია უნდა იყოს? არა, ეს ორივე ნესტო არ იქნება ღია, გადარტყვა ხდება ყოველ მანძილზე, ხო? ყოველ საათნახევარში იდეალში უნდა გადაირთოს. თუ რაღაცა დარღვევა მაქვს, შეიძლება სულ ერთი თელი დღე ერთი ნესტო მქონდეს. ან ზგიდის გამრუდება თუ მაქვს, ან ვაზომოტორული რინიტი, ანუ შეშუპება მაქვს და რაღაც ალერგიული, მაშინ სულ შეიძლება დახშული იყოს. მაგრამ იდეალში ყოველ საათნახევარში 2 საათში ეს მერიდიანები იცვლება, ენაცვლება ინი და იანი ერთმანეთს და ესეც იცვლება, იმიტომ რომ ესეც ინი და იანზე დაკავშირებულია. ნახავ რომ აი საღამოს უფრო ის არის აქტიური. თან ეს ერთი ნესტო არის აქტიური, მეორე პასიური, ერთი ცოდნის მიღებისთვისაა კარგი, მეორე აქტიური ქმედებისთვის. ხო. ანუ ეს ერთგვარი აი როგორც დაოსური ალქიმია არის, ესეც არის ჩვენი კავკასიური ალქიმია, შეგვიძლია ვთქვათ. მართალი ბზანდებიან. ძალიან აი მე აღფრთოვანებული ვარ, რაც უფრო დრო გადის, ხედავ მასში ჩადებულ პოტენციალს. თუ ამას შევსვათ სწორ ადეკვატურ მეცნიერულ რელსებზე, არა რაღაც მარტო ლაბორატორიაში ხო გამოკეტილს. მაშინ კარგი დამხმარე საშუალება იქნება კაცობრიობისთვის. ხო და ნუ ნელ-ნელაც ხო გადავდივართ ეგეთ სამყაროში, სადაც უფრო ეს ჰოლისტიკური მედიცინა ამოდის წინა პლანზე, ეს ძველი სისტემები ყველაფრის, რასაც გლობალურადაც რასაც გრევა ან კორექტირება ხდება. ჩვენ წინების გრევა კი. ამას ვხედავთ კი ბატონო და ხო მგონია უბრალოდ დროის ამბავი და ხო ჯერ თითქოს აი გარიჟრა აი განთიადია კიდე მაგ ყველაფრის რა და მე ვიტყოდი ჯერ დაისია და კიდე დაისია ჯერ კარგად უნდა ჯერ კარგად უნდა და მე მგონი რომ ფსკერი ჯერ არ ვიგრძნია აი კიდე ეგრე ვარ ერთი ჩემო რაც საჭირო არის აქ კიდე ჩადებული ეგრეთ წოდებული მუდრების სისტემაც ხო გაგიგიათ მუდრები რა ეს არის გარკვეული ჟესტები თითების და ჩვენს ქრისტიანობაშიცა ხო იკონოგრაფია წიგში არის თითების შესაბამისობა ჩვენი ყოფიერების ასპექტებზე მაგრამ მერე ჩვენ მოვახდინეთ ანუ მე მოვახდინე კორელირება წილებთან თავის ტვინის წილებთან და უფრო ზუსტად ანუ ემპირიულად ვიცით რომელი თითი როგორ მუშაობს ეს უკვე თქვენი აი ეგაა ძალიან მაგარი რომ მეცნიერული მიდგომა ეს ეზოტერული ცოდნისა ორივე მეც მგონია ძალიან ეზოტერიკა გადმოვიტანე და ან უარყავით აი ამის ძალიან დიდი ნაკლებობა არის რა ესეთი მეცნიერული მიდგომის არიან მარტო აქეთ რა ან ხო აი მაგას ვაკეთებ შუალედი უნდა დააწყო და ძალიან კარგი ეს ამის დამსახურება ისევ ხო და არა ხო და თვითონ რახანა ვქიმიეცა ორივეს ბალანსს ხო ატარებს ზის და მთვარისაც შეერთების ნაყოფს ეს მესამე რაც არის და გინდა არ გინდა ანუ რომ მოარგო იქაც ყველგან გამოვა რა ისე რა აი ძალიან საინტერესოა აქ მაგალითად ჩემი გონი თუ ჩარჩა ანუ უპირატესობას ანიჭებს თხემის წილებს და ჩვენ დიაგნოსტირების დროს ჩანს რომ ადამიანი უფრო აი ფსიქოემოციურ პოზიციაშია იქიდან უყურებს აი ის უარყოფს მატერიას ხო აი გადავარდნილი ეგრეთ სულიერ პრაქტიკებში და აი რელიგიაში და ასე შემდეგ რა ეგოცენტრული არის მეორე უკვე ხედავთ რომ აი მისი ეგო ენერგეტიკაც გვაჩვენებს რომ აი ქვედა ცენტრებშია ეგ ჩანს ძალიან თვალნათლად ჩავს ჩანს და ჩვენ ამის საშუალებით რას ვაკეთებთ მისი ეგო რომელიც საყრდენიც არის გირჩისებრი ჯირკვალი უნდა იყოს ცენტრში და ამ რეალობას უნდა უყუროს ერთდროულად სამივე ფანჯრიდან ძალიან კარგია წერა
მე მინდოდა მეთქო რომ გეყოფა თქვენ შემიწერია და მეც ვიგრძენი რა იყო. დასრულია რომ ზე ზებოთ. აი ესე იყოს. ხელები გამიხო. და ანუ კვერთხიც ზუსტად იგივე პრინციპით არის, უბრალოდ კვერთხის ფორმაა, ხო? იქ ვერტყი ეგ დახვეულია სპილენძის მავთული და თუ არ ვწდები ქვა არის ღვთის ბროლი და ეხლა ინტერნეტის სივრცეში თქვენ ნახავთ ამ დახვეულ მავთულს რა აქვს, რა თვისებები აქვს. ისიც ორგანოთერაპევტს ეძახიან, მაგრამ მასაც შეუძლია გარკვეულწილად ეს სასიცოცხლო ენერგია მიიზიდოს. ანუ კვერთხი ხდება გამტარებელი კიდევ უფრო მეტი ენერგიის. აქ სულ ფიზიკა აქვს, აი მულტფილმებშიც და ფილმებშიც ხო არის რომ ეს მაგები ვინც არიან კვერთხებით დადიან ყველანი გენდალფიც ბეშტების ბრძანებელში და აქვს ხო? ის ქვა რაღაც. არა, ეს კი არა და თვითონ კვერთხზე. ხო, თითო ყველა კვერთხს გვაქვს. ანუ ეს ქვა არის გარკვეული კრისტალი, რომელიც გარდამტეხია ამ სასიცოცხლო ენერგიის, თვითონ ამ ქვას და თავისი პრანული თვისება აქვს, ანუ ეს სასიცოცხლო ენერგიას რაღაც მატარებელია და თუ კიდევ შემოხვეული აქვს ეს მავთული, ხო, კიდევ უფრო მეტი გენერატორია. მე იყენებს ამ გენერატორს. ამ როგორც აკუმულირებად სისტემას. ენერგიის აკუმულირებას. ხო და რა ეხა ფანტაზია. ყველანაირ იმ სტიკის გარეშე რა ის იყენებს ამას. ექსპერიმენტებიც იყო აი ეს დახვეული სპირალები, ორგანოს გენერატორებს ეძახიან, სცენარებზე აკეთეს. ორგონის პირამიდები რო არის. ხო, ორგანის პირამიდი, ხო, რომ აი სცენარი რომელსაც დაახვის, მავთული და არ დაახვის, ის უკეთესად გაიზარდა ვიდრე, იმიტომ რომ მასში უფრო მეტი ორგანო არის, სასიცოცხლო ენერგია მეტი მიიზიდა. ეგეც ეხმარება კიდე ისადმე თუ Wi-Fi, ტელევიზია, აი რასაც გამოსხივება აქ ტექნოლოგია ანეიტრალებს მაგას და მაგის ექსპერიმენტები. ძალიან საინტერესოა და მე მგონი კვარტალშიც ეგ პრინციპია ჩადებული რა. და კიდე იყო თუ არ ვწდები, შეიძლება ვიგონებ, მაგრამ მგონი არ ვიგონებ. ერთი იყო ცილინდრები, კვერთხი კიდე იყო თითქოს რაღაცა ესეთი ამბიონი. არა, ეს დასადგამია. ხო, დასადგამი. ხო, აი როგორც მოხსენებელი დგას ხოლმე, მეტი არაფერი. ერთი არკანისთვისაა ეგ საჭირო, უბრალოდ რომ არ დაიხარო და გარკვეულ არკანის შეასრულო, ხო. მე სხვა ისეთი არაფერი. ну იქ მე იქით და ის რო არ კიდე წინ ჯოხები რო გიჭირავს თუ ეგეც ვარჯიშის დროს არის. ამ დროს შეგიძლიათ ცილინდრები ცილინდრები ხო. ხო კიდე რულზე მაგას ხო არ აკეთებ შე რო თქვი რა რულზე არა ვზივარ, მაგრამ რულზე ახლა იქ რულზე მაინც უფრო ძირთადად აი პირველი სუნთქვეთი ვარჯიშის მოდიფიცირებას ვაკეთებ და ძალიან მაგარი რამეა რა. სიზმრებზე აისახა ისე ეს ხო ჯირკვლებს აქტიურებს. ხო. პირდაპირ ანუ სასიცოცხლო ენერგია ხო მე ხო წინებზე ვაკეთებ. როდესაც ჯირკვლები აქტიურებს, სიზმრებს უფრო სხვადასხვა შინაარსო. ну კიდე მე გამოცდილება მქონდა ამ გათვითცნობიერად სიზმრებს და ის უკვე ერთად უკვე არ მინდა ეხლა წინას წერ რაღაც დიდი რაღაცას იძლევა, მაგრამ სანამ დავიწყებთ ანუ სიგრძნის კბილი ამომდის ახლა რა და ცოტა მაწუხებდა. და არ ვიცი ეხლა საერთოდ დაგიგვიჩნდა. ხო, აი, ოღონდ როგორ იცი, ანუ აქამდე ისე იყო, თავს მახსენებდა მომენტებში. ეხლა იქ სრულიად გეგონება მართლა გამოყუჩებელი გამიკეთეს. კი, შეგიძლია მე ცოტა ხანი დაიჭირო კიდე. ხო. იქნებ სტომატოლოგთან. მიდი. აღარ წახვიდე სტომატოლოგთან. მიდი სანამ წავიდეს. აქ კიდევ რა არის, აი მინდოდა თქვენთან გულის დოქტრინა. ხო. ხო. ჩვენ ვარჯიშიც გვაქვს თავისა და ტვინის შეერთება, სულ ამბობთ, აი ის პასუხი რომ ტექნოლოგიური არ გახდეს ხო სუფთა და რაღაც აი თამაშის სათამაშო ის არ იყოს ხო აპარატი. აქაც არის და მეც ვაძლევ რომ აი ჯერ უნდა გაწონასწორდეს ტვინის წილები და მერე უნდა მოხდეს გულთან დაერთება შეგნებულად რომ თუ სიყვარული არ არის, მაშინ მე დიდი საფრთხე მაქვს რომ გადავიჩე ხო რაღაც ისეთ манипуლირებად პროცესებში. მარტო სიყვარულიც ახლა სხვადასხვა ასპექტების ძალისა და სიბრძნის გარეშეც არაფერი არ არის, მაგრამ ამით ჩვენ ვაერთიანებთ ინტელექტუალურ და აი ემოციურ მხარეს, სულიერ მხარეს რა. იმ ერთ შეხვედრაში. ეხლა არის ისეთი აი ეხლა რას იკვლევთ? აი რამე გაქვთ ისეთი ემოცია. ეხლა ჩვენ ვაგრძელებთ უბრალოდ მსურველები მოდიან და ვიკვლევთ იმათ და ვაკვირდებით და მე უბრალოდ უკვე ვასწავლით რა. რამე გეგმა ხო არა გაქვთ მომავალში ისეთი რასაც აი გეგმა მე თუ დავაზუსტე ერთი აპარატის პარამეტრები და ფასი გავიგე, მე მინდა იმ აპარატის შეძენა რომ კიდე უფრო უკეთ ჩავიხედო ტვინში. ანუ უფრო სიღრმისეულო. სუფთა მეცნიერული. ო რა კარგია მეცნიერული კვლევა. აუ ძალიან. მე კათედრაზე მუშაობდი და ამ ყველაფერმა სხვანაირად შემახედა რა. რასაც ლაპარაკობ, უნდა დაამტკიცო სულ ცოტა მაინც. 40% დაადასტურა. აი ეს არის გამოსავალი რა. მეცნიერული მიდგომა ეზოთერულ პრაქტიკებში. ჩვენ კარგი მასალა გვაქვს დასასათუთებელი, იმიტომ რომ ქალბატონოს ვისთან ერთად ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან სერიოზული მასალა აქვს და აი
მართლა კარგი შედეგები დადო ამან. ეხლა ქალბატონი იყო. წინა ისინი გამოკვლევები ვნახეთ და ეხლა და ორჯერ გაუმჯობესებული შედეგები. ხო, თან ცილინდრებით შეიძინა. ხო, იქაც რო ვიყავით პრეზენტაციაზე, იქაც იყო ერთი ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ აი 180 გრადუსით შეიცვალა მაგის ხო, იმან ხო აი არითმიებიც კი შეუმცირდა, ხო. ოღონდ კეთება უნდა რა. ყველაფერს სჭირდება სიბეჯით რა. პრაქტიკა ჭირდება. დისციპლინა და გარკვეულ დოზითაც რწმენაც, რომ ეს ერთხელ მაინც უნდა გააკეთო, რომ აი ამ დონის ქვევით აღარ ხო, ჩამოვა. ეხლა ერთხელ თუ არ აკეთებ, არ გინდა რა, ესე გინდა უკეთესი ყოფა, მაშინ ხო გააკეთე. და აი თან ის მგონია რომ რახან კავკასიურია, თითქოს აი ჩვენ იმაზეც მორგებოდი დღეში 3-4 წუთი, აი რაღაცა როგორც ვინო არის ჩვენი, რაღაც არ ვიცი წამოწმო დასვენება, ხო აი ჩვენ ტემპერამენტზე არის თითქოს მორგებული, არ ვიცი და არ ვაკეთებ ამას დაძაბულად. ხო. მინდა ვაკეთებ, მინდა არ ვაკეთებ, ხო ხვდებით როგორ არის. ოღონდ აბსოლუტ ისე დიდხან დიდ პაუზებს არ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ ვატყობ რომ გამოწვევები იზრდება, მე გლობალურ მასშტაბით ვამბობ და ახლა რა მინდა ახლა რაღაცებს ავყვე ხო? ხო. ამას შეუძლია ისე ჩარჩოში გატაროს, აი ბეწვის ხიძე რო გაგატაროს რა. იმ ბალანსში შეყავ ხარ და აღარ ღელდები, აღარ. ხო. გამოსავალს ხედავ უფრო ნათლად. პერსპექტივები უფრო სხვა ჩანს. და ის აქვს თუ თქვენ გამოცდილებაში ქონიათ რომ რაღაც ახალ უნარებს გიღვიძებთ ან ინტერესებს ან აი ამ ახალ ხო კი და აი კოუტუნის სულ ამბობს რომ ხომ ხატვა დაიწყო ხო ამის ხშირი გამოყენებით და ძალიან მაგრა ხატავს და წერაც და აქამდე არაზრუსარული არც ხატვაზე არა ხო არა აი იმიტომ რომ ხო ტვინი შემოქმედება საიდან მოდის ტვინიდან ტვინი არის სულის ის წმინდა ბიოლოგიური სუბსტრატი რის მეშვეობითაც ხდება მისი გამოვლინება აქ მატერიალურ სამყაროში თუ აქ არეულია ზუსტად ხო კომპიუტერი ეს არის და კომპიუტერი უნდა დავალაგოთ ხო ხო ძალიან საინტერესოა ძალიან გიორგი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის მე ამას ხელს ვერ უშვებ ისე კონდეს ჯერ კიდევ კონდეს თუ გინდა მე ვცადოთ ხელი ფეხი ფეხში თუ სხვადასხვა პოზიცია გიძლია ახლა ვცადოთ ოღონდ აქ ჯვარედინი ხდება მაშინ აი სხვადასხვა ერთ პოზას ვაჩვენებ დაიხადე სასურველი ხო მეტალის რაღაცები შეხსნილი და აქ უკვე ჯვარედინდება ხო ეს არის გვერდი დაიდე აგრესა და ახლა წავიდა უკვე აი ხ მაშინ აქ ვილაპარაკ ოღონდ ეხლა არ ვაჭარბებ არაფერს ცხელი არის ეს ცხელი ხო ეს თბილია და ხო ეს არის თბილი ეს არის ცხელი დაიდა ეხლა უკვე მიდის აი თლიან იმაზე ტრიალებს რა ნუ რაც ამ ტრაექტორიაზე არის ყველაფერს ნელ-ნელა გახსნის ამ მცირედენის მეშვეობით აი მეგობრებო არ ვიცი შეიძლება უცნაურად ჩანს კაცის ის ფეხში შველი რაღაცის უჭერს მაგრამ აი გეფიცებით მართლა არა საინტერესო ტექნოლოგია ეს ის უნიკალური გამოგონება ანუ როდის მივიდნენ საუკუნეების წინ 1000 წლების წინ მივიდნენ ასეთ რაღაცაზე რა სიგიჟეა იმ გეგმარებ ცხელ ქვაზე მიდევსო ფეხიო და ეს ეხა გაცივდა უფრო ხო ეგ გაცივდება აი იმიტომ რომ ეხლა ნელ-ნელა შეიძლება აი მე გადავანაცვლოთ კიდე ამას წყალწულსაც შეუძლია მუშაობა მაგალითად ხო ოჯახის წევრებს ცოლ-ქმარს ხელს მოკიდებენ ერთმანეთს ერთს ერთი უკავია მეორეს მეორე და უკვე ისინი აერთიანებენ ამ თავის ველს და მე მქონდა ძალიან საინტერესო გამოცდილება ჩემ მეუღლესთან ერთი რაღაც მიზანი უნდა აგვესრულებინა და მოხდა რაღაც საბუთი ასაღები იყო და იქ დიდი ბიუროკრატიული ბარიერი იყო სახში როცა მოვედით ეს გავაკეთეთ მეორე დღეს საბუთი ავიღეთ იმიტომ რომ იქ დიდი სერიოზული ბარიერი იყო არ იძლევა და მოკლედ ბავშვებთანაც შეიძლება ოღონდ რა მშობლების გამოყენების მეშვეობით ანუ ტკივილ გამოყოჩებული ეფექტიც აქვს რა მე მაგალითად ვიყენებდი აკუპუნქტურის დროს კიდე უფრო ვაძლიერებდი ნემსების თერაპიის ეფექტს დავაჭერინებდი და ხო მოკლედ რა უმცროს ლაბორანტებად მიგვიღეთ კი ბატონო მომწანდით და ხო მე ჩემი ძალიან დიდი სურვილი არის და ეს ცოდნა რომ უფრო გავრცელდეს ხალხში, უფრო მისაღები გახდეს და მეტმა ადამიანმა დაიწყოს ჩვენც მათ შორის მე უფრო სურვილი გამიჩნდა ის რაც დავიწყე კოვიდის დროს განვაახლო, იმიტომ რომ გონია რომ სრულ სხვა თვალით შევხედავ და მოკლედ ხო არ ჩავთვლი იმას ის იყო რაც უბრალოდ პატარა გაცნობითი რაღაც მაიმუნობა და მადლობა თქვენ შრომისთვის და რომ აცოცხლებთ ამ ცოდნას და ეგეთი საკმაოთი დამოკიდებულებისთვის კიდე დიდი მადლობა და თუ რამე მე ვფიქრობ რომ ღირსეული რაღაც
რაღაცა უნდა გაკეთდეს და თუ კი გვინდა რამე შევცვალოთ ცივილიზაციაში, ჩვენი ტვინები უნდა შევცვალოთ და კავკასიური იოგა არის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგია და ცოდნა ამის რომ ტვინი შევცვალოთ. დიდი მადლობა თქვენ. გეიხარით, მადლობა მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი მომავალ შეხვედრამდე.